სოზარ სუბარის უწყება პატიმართა მიმართ უსაფრთხოების ნორმებს ამკაცრებს. თუ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში პატიმრების წინააღმდეგ აქამდე მხოლოდ ხელბურკილი და დამაწყნარებელი პერანგი გამოიყენებოდა, ეს ჩამონათვალი მნიშვნელოვნად იზრდება. სასჯელ აღსრულების სამინისტროს ინიციატივას ოპონენტები უკვე აკრიტიკებენ და ციხეებში მდგომარეობის გამოსასწორებლად მინისტრს განსხვავებულ რეკომენდაციებს აძლევენ. წიწაკის გაზი, რეზინის ხელკეტი, საომსახურეო ძაღლი, ცრემსადენი გაზი, შუბგერითი მოწყობილობა. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში პატიმრის წინააღმდეგ შესაძლოა ეს საშუალებები გამოიყენონ. საპატიმრო დაწესებულებებში უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების ინიციატორი სასჯელ აღსრულების დეპარტამენტია. როდესაც კანონი იქნება მიღებული, პარალელურად იქნება მიღებული დეტალური გაწერა, როდის რა შემთხვევაში რისი გამოყენება შეიძლება. მე გაგახსენებთ შარშან თებერვალში მოხდა ფაქტს, როდესაც სამი პატიმრის ჯგუფს ერთ-ერთ ქალაქის საავადმყოფოში ხუდუშაურში შეეწირა ჩვენი თანამშრომელი. სწორედ იმიტომ, რომ მათ არ აქვთ არანაირი დაკანონებული სპეცსაშუალება. მათ რო სპეცსაშუალებები ქონოდა, ზუსტად ერთ წუთში განმუხტავდნენ სიტუაციას ისე, რომ არ დაიძაბებოდა. იმისთვის რომ მჟავრდებულმა თვითდაზიანება არ მიიყენოს, არ დააზიანოს სხვა პირი ან ქონება, დღესმოქმედი კანონმდებლობით ხელბურკილი ან დამაწყნარებელი პერანგი გამოიყენება. პატიმრობის კოდექსში შესატანად ცვლილებებით კი მათ რისკს მთელი რიგი სპეცსაშუალებები ემატება. ამ ინიციატივას უკვე მოჰყვა განსხვავებული შეფასებები საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობაში. ასეთი ჩამონათვალი უნდა იყოს დამტკიცებული, უნდა იყოს ნებადართული. თუ რამეა შიგნით ისეთი, რომელიც სახიფათოა ჯანმრთელობისთვის, სახიფათოა სიცოცხლისათვის, მაშინ შეიძლება იმაზე ვიფიქროთ, რომ ამოვიღოთ და აბაზე ვიფიქროთ, მაგრამ ისო ჩამონათვალი რაღაც დოკუმენტი უნდა იყოს, მე ამას მივესალმები, მაგრამ ამის იქით რომ არაფერი არ უნდა იხმარონ, აი ამაზე ამ კაცრი კონტროლი კიდე ჩვენგან და ყველასგან საერთოდ. ჩვენ ვიცით რომ ხდება ქურდული გარჩევებიც, ოფშიაკის აკრეფას, ჯიან ადამიანებს ქურდული წესით. ამიტომ უპირველესი ამოცანა არის, რომ აი ეს საკითხი გადაწყდეს, ამ პრობლემას მიეხედოს, მოხდეს ამ ქურდების უფლებების შეკვეცა და არა ის, რომ ვიფიქროთ თუ როგორი დახვეწილი შესაძლებლობები მოიგონოთ წიწაკის გაზი თუ კიდე სხვა რამ იმისათვის, რომ ჩავახშოთ უკმაყოფილება პატიმრების. სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის ინიციატივასთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს სახალხო დამცველს. უჩან ანუაშვილი მიიჩნევს, რომ სპეცდანიშნულების საშუალებებთან დაკავშირებით სამინისტრომ საზოგადოებისთვის უფრო მეტი განმარტებები უნდა გააკეთოს. თუნდაც იგივე წიწაკის გაზის გამოყენება ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციაც არის განსხვავებული სამინისტროსგან. მიგვაჩნია, რომ უფრო მეტად სამინისტრომ უნდა დაუნტკიცოს საზოგადოებას, რომ არის ნამდვილად აუცილებლობა მსგავსი მეთოდების გამოყენების. სპეცსაშუალებების გამოყენება ზოგადად უნდა მოხდეს, მაგრამ რამდენად არის აუცილებელი, ამასთან დაკავშირებით უფრო მეტი ზუსტი და კონკრეტული ჩანაწერი უნდა არსებობდეს კანონში. პატიმრობის კოდექსის ცვლილებების პროექტზე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ციხის საერთაშორისო რეფორმაც მუშაობდა. ცირა ჭანტურია მიიჩნევს, რომ ცვლილებები საჭიროა, თუმცა აუცილებელია ამ საშუალებების გამოყენების მონიტორინგი. ძალიან დეტალურად უნდა იყოს გაწერილი მითითებები იმისა, თუ რა შემთხვევებში, რა ვითარებაში, რა საფუძვლებით უნდა მოხდეს ამა თუ იმ საშუალების გამოყენება. თქვათ, რომელი პატიმრის მიმართ, რა ხანგრძლივობით, რა ვადით, რა თანმიმდევრობით. ანუ ეს უნდა იყოს ძალიან დეტალურად რეგლამენტირებული კანონქვემდებარე აქტში. პატიმრობის კოდექსში შესატანად ცვლილებები უკვე ინსცენირებულია საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში. კანონპროექტი განხილვის შემდეგ სავარაუდოდ საგაზაფხულო სესიებზე დამტკიცდება.